მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უხმის მადლობა იმის რომ გამოწერეთ გაგ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში ან Telegram-ში რომელ ნომერსაც ვთითებ ხოლმე და ასევე წვენდებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა სანთლებთან დაკავშირებითაც რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, რა სანამ გაშლას დავიწყებ, მანამდე თხოვნა მაქვს თქვენთან, იქნებ დაწეროთ რა გაშლები უფრო და გაინტერესებთ იმისთვის, რომ თქვენთვისაც უფრო მეტი საინტერესო იყოს და ინფორმაციაც უფრო კარგად მიიღოთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, რატომღაც ხშირად არის ხოლმე რომ წერენ რომ წასულ პარტნიორის ცხოვრებაზე იქნება ვნახოთ როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, როგორ არის და ასე შემდეგ, ხო? და მოდით ვნახოთ წასული პარტნიორის ცხოვრება. როგორ ცხოვრობს წასული პარტნიორი? ვნახოთ ვინ მოვა, სასაუბროთ, ვიზია საუბარი. რამდენად რეზონირდება იმ ადამიანთან, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ და შევხედოთ, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი. ნახოთ. წასული პარტნიორი ვინ არის? მოდით დავიწყებ იქიდან, რომ ეს ადამიანი, ვინც ხა მოვიდა სასაუბროთ, საკმაოდ კარგად ერკვევა ადამიანების ფსიქოლოგიაში. ესე დავიწყებ. ადამიანი, რომელიც აქ არის, ახლა მოსული, მობრძანებული, საკმაოდ ისეთი ჭკვიანი, განათლებული, ასეთი გააზრებული ადამიანი არის, ვერ ვიტყვი. შეიძლება იცით რა არის, ნახეთ, ვიღაცამ თქვას, რომ განათლებაზე ორი კლასი არ აქვს დამთავრებული რა განათლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ადამიანს შეიძლება ქონდეს სხვა განათლება, ხო, ქუჩის განათლება მაგალითად, რომელიც რაღაცნაირად ასე თუ ისე ბევრ საინტერესო რამეს ასწავლის ადამიანებს ცხოვრებაში და იცის რაღაცეებთან მიმართებაში რა როგორ უნდა მოიქცეს. ყოველ შემთხვევაში ადამიანმა ზუსტად იცის ემოციებზე თამაში. აი, აქ მისი განათლება თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, არის ზენიტში. ადამიანმა ზუსტად იცის, როგორ უნდა მიუდგეს განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის ადამიანს, იმისთვის რომ მოხიბლოს, იმისთვის რომ დააინტერესოს და გახადოს მასზე დამოკიდებული შეიძლება ითქვას. ვინ არის ეს ადამიანი? ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას ქონდა თქვენთან ემოციები, ქონდა თქვენთან რაღაც ესეთი სასიამოვნო ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ, მე ვიტყვი, რომ აქ ეს ურთიერთობა არ შემდგარი ურთიერთობა, რომელიც კონფლიქტურად შეიძლება კონფლიქტურადაც კი დამთავრდა, ხო? ნახეთ, ეს ადამიანი, ვინც აქ მოვიდა სასაუბროდ, შეიძლება ითქვას, რომ არ იყო მზად ურთიერთობისთვის, სერიოზული ურთიერთობისთვის. მე არ ვიცი, რომ საერთოდ ურთიერთობისთვის არ იყო მზად, უბრალოდ სერიოზული ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც თანაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა დაიწყო ძალიან ისეთი საინტერესო საუბრებით, ხო? რაღაცა ეს ფლირტის მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ საერთო ნახეთ, საერთო იდეები გვაქვს, საერთო აზრები გვაქვს, რაღაცნაირად ემთხვევა ჩვენი სურვილები, ხო? ყოველ შემთხვევაში რომელიღაცა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვალაგებთ, ერთნაირად გვაქვს რაღაცა შეხედულებები. აი, ესეთი ურთიერთობა არის აქ დაწყებული, მაგრამ ეს ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ ნუ არ იყო მზად იმისთვის, რომ რაღაცნაირად განვითარებულიყო. ვიტყვი იმასაც, რომ აქ ურთიერთობაში შეიძლება ითქვას ძალიან ისეთი კონფლიქტური მომენტებიც იყო, კონფლიქტური მომენტები იმასთან მიმართებაში, რომ შეიძლება
ну, სხვადასხვა სიტუაციები შეიძლება იყოს, ხო? ეხლა აქ კიდევ ერთი ის მომენტი არის, რომ ადამიანი შეიძლება მიდიოდა, მოდიოდა, ხო? აი რაღაცა დღეს შერიგდებოდით, ხვალ ისევ წავიდოდა ადამიანი, ოღონდ არ ვიცით სად მიდიოდა, ხო? აქ თითქოს რაღაცა მომენტში მოლოდინის რეჟიმი ყოველო დღიურად ჩართული იყო, ხო? არ იცოდით რა შემოგთავაზებდათ ადამიანი, ხო? დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებდა იმის მიხედვით. ვინ არის ეს ადამიანი? ხო. ეს ადამიანი არის ძალიან манипуляტორი ადამიანი, ხო გეუბნებით, ადამიანი პირველივე რაც მოვიდა ენერგია, ეს იყო, რომ აი ადამიანმა ზუსტად იცის ადამიანის ფსიქოლოგიაზე როგორ უნდა იმუშაოს. ერთის მხრივ დავიწყებ ვიტყვი კიდევ იმას, რომ ნახეთ აქ შესაძლებელია ადამიანს ქონდა იმხელა რესურსიც, რომ ნახეთ თქვენში გამოიწვიოთ რაღაცა ცვლილებები. ვერ ვიტყვი რომ თლაც ცუდი ცვლილებები, იმიტომ რომ შესაძლებელია ამ ადამიანთან ურთიერთობით თქვენ რაღაცა საკმაოდ საინტერესო რაღაცებს მოკიდეთ ხელი, ხო? შეიცვალეთ, თქვათ, იმიჯი, შეიცვალეთ და რომელიც ბევრად უფრო მოგიხდათ. შეიძლება შეიცვალეთ რაღაცა საქმიანობის სფერო, რომელიც თქვენთვის უფრო ხელსაყრელი და უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ხო, უფრო წარმატებული გახდით ამ კონკრეტულ საქმიანობაში. მე ვერ ვიტყვი რომ აქ ადამიანი არ გაძლევდათ რაღაცა რესურს, თუმცა აქ ურთიერთობაში ძალიან დიდი პრობლემების წინაშეც იდექით. შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანს სულ რაღაცის ეშინოდა. მოდით ნახოთ აბა ისი ეშინოდა. იცით რა არის, აქ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მომენტში ვერ აბალანსებდა სიტუაციას, ანუ არჩევანს ვერ აკეთებდა სწორად. ეშინოდა მესამე პირების. ну მოდით ვთქვათ, რომ მესამე პირები მაინდა-მაინც არ არის ეს რაღაც ესე ვთქვათ პარტნიორი, კონკრეტულად ხო, ქალბატონი ან მამაკაცი, ეს არის ოჯახის წევრები, ეს არის ნათესავები, ეს არის საზოგადოება, ვინ რას იტყვის და როგორ იტყვის. აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით, რომ ადამიანი, ვინც აქ მოვიდა სასაუბროდ, არ იყო მზად პასუხისმგებლობებისთვის, რომელიც თქვენთან ურთიერთობის დროს მერე წამოიჭრა, შეიძლება ითქვას, ხო? ნახეთ, ვინ არის ეს ადამიანი. მოდით ესე ვთქვათ, ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ ყავდა მოდით ესე ნახოთ რა არის. ხო, ნახეთ, ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არის ძალიან ისეთი კარგად იცის სად რა როგორ უნდა გააკეთოს, კარგად იცის როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა მართოს ადამიანები, მაგრამ მოდით ესე გეტყვით. ამ ადამიანსაც მართავდნენ რაღაცეები. ну აქ როგორი რაღაცა იცით, ურთიერთობაში შესაძლებელია აქ იყო პასუხისმგებლობები ერთის მხრივ, ხო? შესაძლებელია კი ბატონო, აქ იყო კონკრეტულად პარტნიორი, მეუღლე, ან თქვენის მხრიდან, ან მისი მხრიდან და შესაბამისად აქ ვერ გამოვიდო და მაგედან გამომდინარე ურთიერთობა. შესაძლებელია აქ იყო ქონებრივი დავის მომენტიც, რომ თქვათ თუ ადამიანი გააგრძელებდა თქვენთან ურთიერთობას, ქონება ჩამოერთმევდა, ოღონდ ну რატო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს მომენტიც იყო, ხო? ну რაღაცა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობები ცოტა რთული იყო, ან რაღაცა ისეთი მომენტი იდგა თქვენ ზურგს უკან, რომელიც მისი ოჯახისთვის, თქვათ, მისი ახლობლებისთვის მიუღებელი იყო, ხო? აქ საკმაოდ ისეთი სხვაობა იყო. შესაძლებელია ვიღაცისთვის იყო ესე ვთქვათ ასაკობრივი სხვაობა, ხო? ძალიან ისეთი დიდი ასაკის მომენტი, განსხვავება ვიღაცისთვის შეიძლება რელიგიური კუთხით იყო, ხო? ვთქვათ პირობითად ადამიანი იყო სულ როგორ იცით, ნახეთ, სულ გაურკვევლობაში, აი ერთი დღე რაღაცა უნდოდა ურთიერთობა, მეორე დღეს თითქოს აღარ უნდოდა, იმიტომ რომ აი აქ ზუსტად ის პასუხისმგებლობების მომენტის მდგომარეობა შეიძლება რთული იყო და მაგიტომ ხო. ნახეთ როგორი რაღაცა, ეს ადამიანი ვინ არის? ეს ადამიანი არის მე ესე ვიტყვი, რომ შესაძლებელია ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა სერიოზული პრობლემაც და დამოკიდებული იყო
სხვა ადამიანებზე, ხო, თქვათ მის ოჯახის წევრებზე, მის პატარა ძმაზე ან დაზე, ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ აქ ადამიანი აშკარად ვიღაცაზე იყო დამოკიდებული. კიდევ ერთი მომენტი არის, რომ შესაძლებელია რომ თქვენ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში რაღაცა საკმაოდ დიდი სხვაობა გქონდათ ესეთი რელიეფურიც, ხო? ნახეთ როგორი რაღაცა არის კიდევ აი ვიცით რა მომენტი არის თითქოს მიუხედავად რომ ადამიანი წასულა და სულ რაღაცა ქაოტური გადაუწყვეტელი სიტუაცია გქონდათ მაინც რაღაცნაირად თითქოს ადამიანს თვითონ არ უნდა თქვენგან წასვლა. აი როგორი ენერგია მომდის ისიც რომ თითქოს ადამიანი აიძულეს რომ წასულიყო თქვენგან, იმიტომ რომ აქ ვერ ვიტყვი რომ არ ცდილობდა ადამიანი რაღაცა მომენტში დაებალანსებინა სიტუაცია, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია ადამიანი კი ცდილობდა რომ დაებალანსებინა სიტუაცია, თუმცა მას მოუწია წასვლა, იმიტომ რომ სხვა გზა არ ჰქონდა. არ ვიცი ხა რა პრობლემა გედგათ ესეთი ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიტყვი რომ თქვენ კარმული ურთიერთობა გაქვთ. თქვენი ურთიერთობა არ დასრულებულა. მოდით ესე გეტყვით, არ დასრულებულა. აქ შეიძლება ითქვას რომ ადამიანი შეიძლება გაგვირდებათ კიდევაც შორიდან შეიძლება კი მესმის რომ თქვენ საერთოდ კომუნიკაცია არ გაქვთ, შეიძლება რაღაცა დისტანცირება გაქვთ, კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად ურთიერთობა ვშლით რომ წასული პარტნიორია კი, მაგრამ მე ესე ვიტყვი რომ ადამიანი არ ვიცი, რაზეა ესე გაბრაზებული თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ შეიძლება თქვენ გაუშვით ეს ადამიანი და თქვენ ჩაუჭერით. ყოველ შემთხვევაში აქ მე ესე ვიტყვი რომ ადამიანს ჰქონდა ეჭვიანობის მომენტები თქვენთან მიმართებაში. შეიძლება ეს ეჭვიანობა იყო მისი სიშორის გამო, შეიძლება ეს ეჭვიანობა იყო რაღაცა სტატუსიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში აქ მე როგორც უყურებ ადამიანი თითქოს არ არის წასული ურთიერთობიდან. ნუ შეიძლება ნახეთ არ არის წასული ურთიერთობიდან რა კუთხით. არ გაქვთ ამ ადამიანთან ჩაჭრილი ენერგიები. თითქოს აქ მაინც არის თქვენი მხრიდანაც არის და მისი მხრიდანაც მოლოდინის რეჟიმი ჩართული. რომ ან თქვენ გახვალთ ან თითქოს რაღაცა როგორი მომენტი სიჯიუტის მდგომარეობა, როდესაც არის აი 10 წელია შეიძლება გასული, ხო? ურთიერთობა დასრულებულია, მაგრამ მაინც რო ჯიუტად ფიქრობ, რომ გამოჩნდება, აი არ არსებობს, რომ არ გამოჩნდეს. ეს ზუსტად იგივენაირად რო ფიქრობს ადამიანი, რომ არ არსებობს, რომ არ გამოჩნდეს. სადღაც მაინც გამოჩნდება, ხო? აი რაღაცა ეს მომენტები არის. დენი მოვიდა ჩვენთან. და გამოჩნდება თქო და დენიც მოვიდა, მოკლედ საინტერესოა. ვინ არის? საკმაოდ ჯიუტი, საკმაოდ ისეთი როიტყვი თავის ნათქვამა ადამიანი არის. კიდევ ნუ აქ შესაძლებელია კი მართლაც იყო რაღაცა სტატუსიანი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა რაც თავისი ოჯახი, პასუხისმგებლობები. ადამიანი ვერ ვიტყვი, ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში? ნუ შესაძლებელია თქვენს მერეც არის ეს სტატუსი მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანს ნუ რაღაცა მომენტში ნუ მერე გადაწყვიტა რომ ყოლოდა გვერდში ვინმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ცხოვრებაში ეხა რა ხდება? მე შეიძლება ვთქვა ესეთი მომენტიც რომ ადამიანი სულ რომ გვერდზე ყავდეს პარტნიორი, სულ რომ ყავდეს მეუღლე, ადამიანი არის ძალიან მარტოსული. ადამიანი არის საკმაოდ არაფრის სურვილი რო არ აქვს. შეიძლება ითქვას რომ ადამიანი რაღაც მომენტში ძალიან ბევრს სვავდეს კიდევაც, დამოკიდებულება ჰქონდეს. მატერიალურად რო გითხრათ რომ ამ წუთას ძალიან ისეთი ცუდი სიტუაცია აქვს, თქო, ნამდვილად არ აქვს, ადამიანს აქვს
თავისი შეიძლება შემოსავალი ან ყოველ შემთხვევაში ვიზეც არის დამოკიდებული ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ როგორი მომენტია იცით, შეიძლება არ უჭირდეს, მაგრამ ადამიანი რეალურად არის შებოჭილი, ხო? ნახეთ, შეიძლება ძალიანაც კარგი პირობები მქონდეს, კარგ სახლში ცხოვრობდე, კარგი ხელფასი მქონდეს, რაღაცა მატერიალური მდგომარეობა, იქ ვერთობი კიდევაც, სვავ კიდევაც, ქეიფობ ხო რაღაც, მაგრამ ნახეთ ადამიანი თითქოს როგორ არის, ისე აი ყველაფერი როცა გაქვს, მაგრამ არაფერი რო არ გაქვს. აი, სწორად გამიგეთ, ეხლა რასაც ვამბობ. აი, ყველაფერი გაქვს, მაგრამ არაფერი არ გაქვს, იმიტომ რომ ის ყველაფერი თავისუფლების ფასად გიზის. ის ყველაფერი გიზის შენი სურვილების, შენი რაღაცა ემოციების ფასად. აქედან გამომდინარე, როდესაც ესია სიტუაცია, როდესაც მე ჩემს ყველაფერს ვთმობ, ანუ მე რა მინდას მდგომარეობას ვთმობ და ვემორჩილები სხვას, შეიძლება იმ სხვამ ყველაფერი მომცეს, მაგრამ მე არ ვარ თავისუფალი, მე არ ვარ ბედნიერი და მე არ მაქვს რაღაცა ჩემი ისეთი რომ ვთქვათ სასიხარულო მდგომარეობა. როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი? იცით როგორ არის, აი ჩაფხაუჭებული რო არის ადამიანი, ის რაც მაქვს ეს მაინც შევინარჩუნო და სულ იმაზე რო ფიქრობს, როგორ უნდა დაძვრეს და დაუძვრეს სიტუაციას თავიდან, როგორ უნდა გამოსწორდეს მისი ცხოვრება, ხო? მისი მდგომარეობა, ну, მატერიალურად შეიძლება ითქვა, შეიძლება სულიერად შეიძლება. აი, ნახეთ, ახალი ეტაპისკენ როგორ გადავიდე, როგორ შევცვალო სიტუაცია. როგორ გავიდე იქედან, საიდანაც როგორ გავუშვა ის მდგომარეობა, რომელიც თქვათ მიბლოკავს სიტუაციას, ხო? რა ხდება მის ცხოვრებაში? იცით რა არის, ნახეთ, ესე ვიტყვი, თუ ადამიანი თქვათ დაოჯახდა კიდევაც, თითქოს როგორ არის, აი ეს ოჯახი არ არის ოჯახი. თითქოს აქ ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ ებღაუჭებიან რაღაცის გამო. აი თვითონაც რო არ იციან, რაღაც იცით როგორი მომენტია, აი თითქოს საკუთარ ეგოსთან მიმართებაში რო აქვთ რაღაცა მომენტები, აი მსგავს სიტუაციაში. როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი? კი, აქვს რაღაცა ენერგიები, დადებითი სიტუაციებიც, რაღაც ესეთი სასიამოვნო მომენტებიც, მაგრამ ნახეთ, ეს ყველა სასიამოვნო მომენტი, არ ვიცი, მე ხარ თქვენ როგორ უყურებთ, საერთოდ ეს ადამიანი რამდენად შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ცხოვრებაში არ დაულებია, მაგრამ მე ესე ვიტყვი, რომ ადამიანი შეიძლება არაფრიზო მდგომარეობაში თავს გრძნობს ძალიან კომფორტულად, მაგრამ როგორც კი ადამიანი არ არის ფრიზო მდგომარეობაში, მაგ შემთხვევაში ადამიანი გრძნობს თავს ძალიან უკაცრავად, დავამტკიცე კიდევაც, თავს გრძნობს ძალიან ძიმე მდგომარეობაში. თითქოს ცხოვრებამ კარგად galახავო, ესე შეიძლება ითქვას. ადამიანი როგორ ცხოვრობს და თავისი მიზნებისკენ მიზნები იმდენად შორს არის და თავისი სურვილები იმდენად შორს არის, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ოცნებები უფრო აქვს, ვიდრე რეალური ცხოვრების აზრი და არსი. მე ესე გეტყვით, რომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანს ახსენდებოდეთ კიდევაც და ენატრებოდეს კიდევაც ის რაღაცა ურთიერთობა, რომელიც თქვენთან ერთად გქონდა. მიუხედავად ისა, რომ ძალიან ბევრი ჭუბი გქონდათ, შეიძლება ძალიან ბევრი კამათი გქონდათ და სულ ცოტა ისეთი მომენტებიც იყო, რომ წავიდა მოვიდა მდგომარეობა, თითქოს ადამიანი მაინც რაღაცნაირად ეფიქრება ამ ურთიერთობაზე. ვერ გეტყვით, რომ არ ფიქრობს ამ ურთიერთობაზე. ერთსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ადამიანი გითვალთვალებთ, შეიძლება ითქვას. ნახეთ, გითვალთვალებთ რას ნიშნავს, ახლა ესე კი არ დგას და ქუჩაში, სადაც თქვენ გაივლით, უკან კი არ დაგყვებათ,
მაგრამ ნახეთ, თუ ხართ ისეთი სოციალურად აქტიური ადამიანი, ხო, სოციალურ ქსელებში ხოს ფოტოებს ათვალებს თუ რამე ისეთი კონტექსტი გაქვთ ხო, ნუ აკვირდება და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ძალიან ისე გულისყურით კითხულობს შეიძლება ითქვას. იცით როგორი მომენტია ადამიანს მე რასაც ვხედავ გეტყვით რომ შეიძლება უნდოდეს ურთიერთობის აღდგენა. აქ ადამიანს შეიძლება უნდოდეს რაღაცა ურთიერთობის დაალაგება. ნახეთ, ეს არ არის მაინდა-მაინც ის მომენტი, როდესაც აი რაღაცა ოჯახი შევქმნათ ან რაღაც, მაგრამ უბრალოდ დალაპარაკება, უბრალოდ რაღაცის გამორკვევა, გამორჩევა, ხო? როგორ ცხოვრობ? სხვათა შორის მე ესე ვიტყვი, რომ ადამიანი როგორ ცხოვრობს ახლა, არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი თავს არ უტყდება და ცდილობს რომ თქვას რომ ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ რეალურად როგორი სირთულეებია, იცით რა, მის ცხოვრებაში ყველაფერი დანგრეული აქვს, ხასიათი აღარ აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ისეთი გაურკვეველი სიტუაციებში არის, ვერ ხედავს გამოსავალს ვერაფრიდან, ხო, სულ რაღაცა გეგმავს, მაგრამ რეალურად ეს გეგმებიც ისეთი მომენტია, რა გამოვა, არ ვიცით. და მარტო დაგეგმარება არ არის, ხო, ცხოვრება. გეტყვით, რომ ადამიანი თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს. შეიძლება იცით რა მომენტი არის, შედარებას აკეთებდეს, ესეც არის, ხო? როდესაც რაღაცა ურთიერთობაში ვიყავით, სადაც ყველაფერი კარგად გქონდა და სადღაც ვართ ახლა სიტუაციაში, სადაც ჩვენი ნებით დავტოვეთ ეს ყველაფერი და უკეთესობა არ გამოვიდა, უარესობა გამოვიდა, აქვს განსაკუთრებით ხო გეუბნებით, აი, როდესაც ადამიანი არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, შეიძლება მაშინ რაღაცა თავს იჯერებდეს, რომ ყველაფერი რიგზია, მაგრამ როგორც კი გამოფხიზლდება, მაშინ ხვდება, რომ არც არაფერი არ არის რიგზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არაფხიზელ მდგომარეობაშიც აქვს ადამიანს თქვენს მიმართ რაღაცა ფიქრების მდგომარეობა. ნახეთ, ადამიანი, რომელიც აქ არის, მე ესე გეტყვით, რომ თulis იმას, რომ ის რაც მის თავს არის მომხდარი, არის მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალი, მხოლოდ და მხოლოდ მისი ქმედება. როგორც ჩანს, შეიძლება რაღაც მომენტში თავსაც იდანაშაულებდეს, იმიტომ რომ მე ესე ვუყურებ ამას, რომ ადამიანი გხედავთ, რომ თქვენ გააგრძელეთ ცხოვრება, მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, მიუხედავად კივილისა, თქვენ შეძელით გამხდარიყავით უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული, უფრო შემდგარი ადამიანი, ხო? და ხდება იმასაც, რომ აქ აღარ გამოუვა თავისი манипуляტორული მდგომარეობები, აღარ გამოუვა რაღაცა ეს თავისი, ასე ვთქვათ, სცენარით დაალაგება სიტუაციების. თუმცა მე ესე რასაც ვხედავ, გეტყვით, რომ შეიძლება რომ თქვენი ურთიერთობა აღდგეს თქო, ნახდათ არ გეტყვით, მაგრამ ესე გეტყვით, აქ შესაძლებელია, რომ თქვენ შემთხვევითობაში მაინც გადაიკვეთოთ. აი, შემთხვევითი შეხვედრა რო არის რაღაცა ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცით აქ თითქოს დასრულებული არ არის ურთიერთობა, ხო გეუბნებით, აი თითქოს ჯერ კიდევ არ გაქვთ კავშირი, სულ რო ეხა ვუყურებდე 20 წლის დაშორებულ ურთიერთობას, აი როგორი მომენტი მოდის იცით რომ კი,
20 წელია არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ადამიანი არ მყავს გაშვებული, ანუ მაინც მაქვს მასზე ფიქრები, ხო? თქვენი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. და აქ შესაძლებელია, რომ სამყარომ კიდევ ერთხელ უბრალოდ რაღაცა გზაზე მოახერხოს და შეგახვედროთ ერთმანეთს. იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს დასასრულისთვის ან რაღაცა გასაშვებად, ხო? იმიტომ რომ ვერც თქვენ როგორი მომენტიც, რაღაცა ესეთი მომენტი მომდის, რომ თითქოს თქვენც ვერ იწყებთ ცხოვრებას. რისთვის უნდა შეხვდეთ? აი ზუსტად იმისთვის, რომ ჩახსნათ ეს ემოციური კავშირი. ზუსტად იმისთვის, რომ დაასრულოთ ეს ემოციური კავშირი, რომელიც გაქვთ. იმიტომ რომ თქვენც და ის ადამიანიც, ვინც ვიზაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? აშკარად არ ცხოვრობთ არც ერთი თქვენი ცხოვრებით. რაღაცა თითქოს ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობთ. ოღონდ ერთად არ ხართ, ხო? აი რაღაც კი, შეიძლება რაღაც თქვენი საქმეები გაქვთ და მიყავთ, მაგრამ იცით როგორი მომენტი არის, რომ თითქოს აი ერთად დაგეგმილი რაღაცები რაც გქონდათ, ის ცალკე ცდილობს დაალაგოს, თქვენ ცალკე ცდილობთ ზუსტად იგივენაირად იმ სისტემას მიყვეთ და აქ არანაირად არ აკეთებთ იმას, რომ ჩაიხსნას ენერგიები, არანაირად არ გინდათ გაშვება. არ ვიცი რას არ ვიცი ვიღაცას ფოტოები აქვს შეიძლება შენახული, ვიღაცას მიმოწერები აქვს, შეიძლება ვიღაცა არ ვიცი რაღაც ესეთი არ ვიცი ერთმანეთის სახელები გაქვთ ინიციალებად ტატუს სახით თუ რა ყოველ შემთხვევაში აქ ენერგია არის ერთმანეთზე, აი რომ იყვენ შეკრული და ცოტა რთული იქნება აქ ურთიერთობის დავიწყება. თუმცა რო გითხრათ რომ აი ნახეთ რო გითხრათ რომ ძალიან ცუდად ცხოვრობს თქო, არც ძალიან ცუდად ცხოვრობს, მაგრამ არც კარგად. ნახეთ აი რაღაცა შუაშია გაჭედილი ადამიანი, არც ბედნიერია, სლათ არც უბედურია, მაგრამ თავს რაღაცა ბევრ რაღაცაში შეიძლება ითქვას ადანაშაულებს. მოგეთ ეს გამოვიდა წარსულ პარტნიორთან მიმართებაში მისი ცხოვრება, მე გისურვებ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს, არ ვიცი რა კარმული ურთიერთობა გაქვთ ესეთი და ალბათ გაერკვევით, ალბათ შეხვდებით ერთმანეთს და ალბათ დაასრულებთ თუ დასასრულებელია და თუ გასაგრძელებელია გააგრძელებთ ყოველ შემთხვევაში. აქ უკვე არ ვიცი ვის რა პოზიციები აქვს, საჯაროა გაშლა, მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს და წარმატებას დროებით.